რა დრო ჭირდება შენი ოცნების ან მიზნების განხორციელებას? ეს კითხვა არც ისე მარტივია. არ ვიცი რამდენი დრო გჭირდება შენი მიზნების ასრულებისთვის, მაგრამ ზუსტად ვიცი, თუ რამდენი დრო დაგრჩა. ახლა კი მეგობრებო, რომ მინდა რომ დაუბრუნდე საკუთარ ბავშვობას და გაიხსენო, თუ როგორი წარმოგედგინა საკუთარი თავი შენ ახლანდელ ასაკში. რა მიღწევებს ელოდი? ემთხვევა თუ არა შენი მაშინდელი წარმოდგენები დღევანდელ რეალობას. მაგრამ მთავარი შეკითხვა მაინც არის ის, თუ ახლა როგორი წარმოგიდგენია საკუთარი მომავალი და შეძლებ თუ არა მის 100%-ით რეალიზებას. ყველა ჩამოთვლილ კითხვას აქვს ერთი პასუხი. და ეს პასუხია დრო. ჩავთვალოთ, რომ შენი სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 85 წელი. ეს არის ციფრი თუ რა დრო გაქვს თვით რეალიზებისთვის, დაბადებიდან სიკვდილამდე. თუმცა 85 საკლება 10, რადგან ადამიანის ცხოვრების პირველი 10 წელიწადი ზედმეტად გაუცნობიერებელია. ასევე ამ ციფრს ვაკლებთ 15-ს, რადგან 70 წლის მერე ძალიან დიდი ალბათობით ყველანაირ ძალებს დაკარგავ. დარჩენილი 60 წელიც ხელშეუხებელი არ არის. მას აკლდება მე-13, შენი ძილის დრო, ანუ 20 წელი. 40 წელს ასევე გამოვაკლოთ სხვადასხვა ბუნებრივ მოთხოვნილებებში დახარჯული დრო. საჭმლის გაკეთება და ჭამა, სექსი და მასტურბაცია, ჰიგიენური პროცედურები. უხეშად რომ ვთქვათ, დღეში 2 საათნახევარი მაინც, ანუ 6 წელი და 3 თვე. ჩვენ 33 წელს და 9 თვეს ასევე აკლდება ტრანსპორტირების დრო. ეს საშუალოდ დღეში 2 საათს წაგართმევს, რაც უდრის რომ ჩვენ საყვარელ ციფრს აკლდება კიდევ 5 წელი. იგივე პრინციპით ვაკლებთ გართობის დროს, რაც მოიცავს როგორც მეგობრებთან, ოჯახთან და სხვა ადამიანებთან კომუნიკაციას, ასევე ვიდეო თამაშებს, კითხვას, ჰობს და ასე შემდეგ. უხეშად რომ დავთვალოთ, ეს დღეში 4 საათია, რაც ჩვენ შემთხვევაში არის 10 წლის ტოლფასი. ალბათ უკვე ხვდები, რომ ამ რიცხვს ძალიან დაბალ მაჩვენებელზე დავიყვან. თუმცა იქედან გამომდინარე, რომ ჩემი ფორმულა ზედმეტად ზოგადია, შენი პირადი თავისუფალი დრო შეიძლება უფრო მეტი ან უფრო ნაკლები აღმოჩნდეს. ამიტომ, როდესაც გამოთვლას დავამთავრებ, შეადარე შენით დათვლილი რიცხვი შემგან მიღებულს და თუ შენი რიცხვი მეტი აღმოჩნდა, ესე იგი ადამიანების 90%-ზე დიდი შესაძლებლობა გაქვს. შემდეგი დროის ხარჯი კი არის სკოლა. ვითვლით 10 წლიდან 18 წლამდე, დღეში 5 საათი, კვირაში 5 დღე. დამატებით უნივერსიტეტის 4 წელი. იგივე გრაფიკით, თუმცა 3 საათი დღეში. თუ დავივიწყებთ სახლში მზადების დიდ დროს, მაშინ ჩვენ ტანჯულ ციფრს კიდევ 1 წელი და 5 თვე-ნახევარი აკლდება. დაგვრჩა ის უკანასკნელი ელემენტი, რომელსაც არა მარტო უზარმაზარი დრო, არამედ დიდი სასიცოცხლო ენერგიას მიაქვს. თუმცა მიუხედავად ამისა, მისი წყალობით პულს ჭამ და ფულს აკეთებ. ეს არის, რა თქმა უნდა, სამსახური. თუ სამსახური სწორად გაქვს შერჩეული, მაშინ მას დროის ფლანგვაში ვერ ჩავწერთ, რადგან სწორად არჩეული საქმე შენს მიზნებს ხელს უწყობს. ამიტომ მოდი ახლავე დაფიქრდი და გაანალიზე, თუ როგორ გიწყობს შენი საქმიანობა ხელს ოცნების ასრულებაში. თუ პასუხი დადებითია, მაშინ გულწრფელად გილოცავ და გისურვებ, რომ ესე გააგრძელო. ხოლო თუ უარყოფითი, მაშინ ჩვენ აღნიშნულ დროს აკლდება დაახლოებით 12 წელი. ძვირფასო მსმენელო, იმისთვის რომ არა თუ 25, არა თუ 40, არამედ 70 წლის ასაკში საკუთარი ოცნება გქონდეს ახდენილი, შენ გაქვს ძალიან ცოტა დრო. კონკრეტულად 5 წელი და 3 თვე-ნახევარი. ეს არის პასუხი იმ კითხვაზე, თუ რა დროის რესურსი გაგაჩნია მიზნების განხორციელებისთვის. დღესდღეობით 10,000 ადამიანიდან მხოლოდ 1 ადამიანი აღწევს თავის პირვანდელ მიზნებს, რადგან დანარჩენები ან ნებდებიან, ან უფრო დაბალ შედეგებს უმიზნებენ. თუ შენ თვლი, რომ ამ საქმეში დახმარება გჭირდება, ნება მომეწი გირჩიო. მიმართე მსხვერპლად გაღების გზას, რადგან იმისთვის, რომ რეალურად დიდებულ მიზნებს მიაღწიო, თან მიაღწიო არა თუ 70 წლის ასაკში, არამედ უახლოეს მომავალში, იმაზე მეტი რესურსებია საჭირო, ვიდრე შენ გაგაჩნია. შეიძლება ეს ყველაფერი რთულად ჟღერს, მაგრამ მას ჯერ ნათქვამს ერთხელ ნანახი ჯობიაო. ამიტომ თუ გინდა რომ საკუთარი თვალით იხილო დიდებული მიზნების განხორციელების პროცესი, მაშინ უბრალოდ გამომხევი.